როგორია მარიამის დანახული თანამედროვე ქალი? ქალი საქართველოში არის ადამიანი, ვინც ოჯახს უნდა მიხედოს, ვინც სარეცხიც უნდა დარეცხოს, საჭმელიც უნდა გააკეთოს, ქმარსაც მოუაროს, შვილებსაც მოუაროს, გაზარდოს. თან როცა ეს ქალი არის მეწარმე, რამხელად რო ჭირდება შენი პროდუქტის გაზრდას და მე განვითარებას და მე ხალხამდე მიტანას. ეს ხო მარტივი არ არის. დიდი სიამოვნება არის, რომ მარტივი ხერხები გავუზიარო, როგორ უნდა აკეთო ნათიკაცის საქმე. ეს არის. უამრავ რამეს ვსწავლობ მე თვითონ, ხო? ზუსტად. ანუ რასაც გავცემ იმას ვიღებ კიდეც უკან. ფენცი რა არის კიდე ცოტა გადავეჩვეთ მე მგონი უანგარო ურთიერთობას. ხო, გენატრება რა ძალიან. რაღაცნაირად უბრალოდ გინდა რომ გასცე და უბრალოდ გინდა რომ მიიღო. ჩემთვის ეს ყველაფერი არის ღირებული, იმიტომ რომ ეს ქმნის იმათ ვინც ვართ. თავარია იცოდე რომ რასაც მოინდომებ, მაგას გააკეთებ. მორჩა, ანუ მაგის იქით არაფერი არ არსებობს რა, და რომ ეგრე არის მართლა მაგის მჯერ, ამიტომ ძლიერი ქალი არის უმშვენიერესი ქალი თანამედროვე სამყაროში. და ხო, დედაჩემის სახე აქვს. ვაგრძელეთ რუბრიკას ქალები ლელის ფოკუსში და დღეს ჩემი სტუმარი არის მარიამ ბეროძე. გამარჯობა მარიამ. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ მომიწვია. ეს კი არ მოხვედი, შემოანეთ. ძალიან კარგი და თან აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. კი. და დაწყებული შემოქმედებითი სამსახურიდან სხვადასხვა რაკურსში, მაგრამ მოგზაურობა გვიყვარს ორივეს. კი. და ამაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად. მარიამის პირველი კითხვა არის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ხელმისაწვდომი განათლება. და ამას რა ფორმით აკეთებ და რა არის შენთვის ამისთვის პრიორიტეტი და აქვს თუ არა ამას ყოფილს ასაკი და აი რა შეგხვდა გზა და გზა, რა პრობლემებიც შეგხვდა და პლუს კიდევ სათხედავ შენ თავს ამ ნაწილში. ხო. ხო, კი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს და ქალებს განსაკუთრებით ქონდეთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე. ამას ვამბობ საკუთარი გამოცდილებიდანაც, იმიტომ რომ მე ვარ სოფელში გაზრდილი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ინფორმაციაზე თავის დროზე წვდომა არ ქონდა. ამიტომ რაღაცნაირად ყოველთვის ყველაფერი დაგვიანებით მოდიოდა ხოლმე ჩემამდე რა და ეს სამწუხაროა სინამდვილეში, ხო, რატო უნდა იყოს ჩემთვის რაღაცა მიუწვდომელი, რაც ყოველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია, სხვა დანარჩენი ადამიანები. აი, გულისხმობ მანდა საკმარისი როგორც მივხვდი არ არის ინტერნეტი. კიდევ რაღაცები არის საჭირო. ასევე იყო მაგალითად მე ძალიან მიყვარდა კითხვა, როცა პატარა ვიყავი და მახსოვს რომ ჩვენ სკოლის ბიბლიოთეკაში იყო ხოლმე ძალიან ბევრი წიგნი, მაგრამ რაღაც ჰარი პოტერის მხოლოდ 3 ნაწილი ჰქონდა, მეტი არ. ანუ ესეთი წვრილმანი რაღაცები არის სინამდვილეში, რაც მე განსაზღვრავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამე უბრალოდ არ იცი, რაც სხვა უფრო მარტივად აითვისა, იმიტომ რომ მისთვის მარტივი იყო, რომ რაღაცა ამ განათლებაზე წვდომა ქონოდა. ამიტომ როცა გავიზარდე მომიწია, რომ გაძლიერებულად როცა გავიზარდე მომიწია რომ გაძლიერებულად დავწეოდი რაღაცა სიახლეებს და მგონია რომ აი ეს გამოცდილება რომ აქვს უფრო კარგად მესმის ამიტომაც იმ ქალების რომლებსაც შეიძლება არ ქონდეთ დღესაც კი წვდომა კონკრეტულ ინფორმაციებზე მაგალითად ძალიან რთულია ადამიანებმა მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე თულებზე, რომელსაც შეუძლია, აი მიარაღებზე, რომელსაც შეუძლია რომ გაგიმარტივოს საქმე. მე მაგალითად შეხება მქონია მცირე მეწარმეებთან და აქვე ვიტყვი იმას, რომ ძალიან მადლიერი ვარ ამ პროექტში მონაწილეობით. ხო, ეს იყო რაღაცა საქართველოს ბანკის, UNDP-ის და შვედეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს ქალებს, რომლებსაც არ აქვს წვდომა სხვადასხვა ცოდნაზე და აძლიერებს, მოკლედ მეწარმე ქალებს განსაკუთრებით აძლიერებს რეგიონში. ძალიან კარგი, რომ მეც ახლა ჩამოვედი და მეც რაღაცნაირად ოღონდ ჩემი რაკურსით როგორც ფოტოგრაფი ესე ვარ ხოლმე ჩართული და მეწარმე ქალებთან და სულ მესმის ხოლმე რომ აი ანუ არ ტოვებენ რაც თავარია ჩვენი ორგანიზაციები ამ ხალხს და შესაბამისად იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულებით არის საჭირო ეს განათლება და ასევე ხელმისაწვდომობა და შიშის დაძლევაც ალბათ რა გონიათ რომ ეს ხა ამას ვერ თუ რა ან და თან რეალურად ხო მართლა თუ ჩავხედავთ სიმართლეს თვალებში მივხვდებით რომ ქალი საქართველოში არის ადამიანი ვინც ოჯახს უნდა მიხედოს ვინც სარეცხიც უნდა დარეცხოს საჭმელიც უნდა გააკეთოს ქმარსაც მოუაროს შვილებსაც მოუაროს გაზარდოს რაღაცა
და თან როცა ეს ქალი არის მეწარმე, რამხელად რო ჭირდება შენი პროდუქტის გაზრდას და მე განვითარებას და მე ხალხამდე მიტანას. ეს ხო მარტივი არ არის რა, ამიტოა უფრო რთული განსაკუთრებით. კი, პლუს ამის გარდა მაგალითად ის რომ ახსნათ რომ ეს ყველაფერი არის სხვადასხვა პროფესიები. რა თქმა უნდა. შეგიძლია შესთავაზო ეს რომ ესეც ისიც და რომელიც უფრო მოწოს, რომელიც უფრო მოეხერხება, მე იქ და ოჯახის თემებზე როცა მაგალითად ტრენინგს ან ვორქშოპს გეგმავთ ხოლმე, ვითვალისწინებთ რომ ეს შეიძლება სკოლის დრო რომ ბავშვი სკოლაში როდესაც წავიდეს რომ მე მოვიდეს ქალბატონი, მაგრამ ძალიან კარგია ხოლმე, იმიტომ რომ უმეტესწილად რაღაცა მომენტში ეს სწავლის დროც რაღაც თერაპიულიც არის, რომ მოდიან თითქოს ამ თავიანთ ყოველდღიურობას სახლში ტოვებენ და მე რაღაცა აქ რჩებიან, აქ ფიქრობენ თავის განვითარებაზე და ძალიან მეც ძალიან მაძლიერებს როგორც ერთ-ერთ ტრენერს და ძალიან კარგი და უამრავ რამეს ვსწავლობ მე თვითონ, ხო? ზუსტად, ანუ რასაც გავცემ, იმას ვიღებ კიდეც უკან, იმიტომ რომ მე მაგალითად აღმართოვანებს ის ფაქტი, რომ ძალიან წყურიათ ცოდნის მიღება, აი და ეგ იმდენად ემოციურია ჩემთვის, რომ მინდა რომ კიდე უფრო მეტი რამე უთხრა და კიდე უფრო მეტი რამე გავუძე, რომ გულის შემოქმედებითები არიან. ძალიან და ყველაზე რთული ის არის, აი რაც შენ თქვი მაგალითად, რომ რამდენიმე ადამიანის საქმის კეთება უწევთ რა, იმიტომ რომ ეხლა ციფრული მედია არ არის ერთი ადამიანის საკეთებელი, ხო, იქ რაღაცა ფოტოგრაფის როლი შემოდის, კოპირაითერის როლი შემოდის, ადვერტაიზერის როლი შემოდის და ხო, აუხსნა რა ნიშნავს, ახალი ტერმინები. თვითონ უწევთ მაგის კეთება, ხო, რა თქმა უნდა, ხა მცირე მეწარმეს იმის საშუალება ვერ ექნება ვერანაირად დასაწყისში თავისი ბიზნესის, რომ 10 კაცი დაასაქმოს, ხო და მაგის ფული გადაიხადოს. ამიტომ თვითონვე უწევთ მაგის კეთება და ეხა ჩემთვის ეგ ძალიან დიდი სიამოვნება არის, რომ მარტივი ხერხები გავუზიარო, როგორ უნდა აკეთო 10 კაცის საქმე. ეს არის, აი ფიქრიც ძალიან დიდი საქმეა ხოლმე, იმიტომ რომ ამას თითქოს მასე მარტივად ჩანს, როცა რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ რეალურად მართლა ყველაფერი ცალკე პროფესია, ცალკე სასწავლოა და ამიტომ არის ხოლმე რომ ვეუბნები, რომ მოდი ესე გავაკეთოთ, იქნებ უფროსი შვილები ყავთ ხოლმე ეხმარებიან ასევე ოჯახში და იქნებ თქვენ გეხარხებათ ფოტოგრაფია ან იქნებ სოციალური მედია, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მეტად ფოკუსი ჭირდება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს და შეიძლება ვიდა კიდე დაუბრუნდეთ, აი ეს კარგია ძალიან ხალხთან კომუნიკაცია, ურთიერთობათან, განსაკუთრებით საქართველოში. და სულ გონი რაღაცას აკეთებ და რაღაცა უბრალოდ კი არა ხარ შენთვის, არამედ გასცემ, იმიტომ რომ მე ესეთი ტიპი ვარ, თუ რაც მინდა ეს ინფორმაცია, თუ არ მოვიდა, სადამდე არ მივიდა. ხო, აბა რა. იმიტომ რომ ჩემ დროს ესე არ იყო მაგალითად, ძალიან გვიჭირდა ინფორმაციის მოძიება სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიყავი, რაღაცნაირად არ იყო განვითარებული ბევრი სკოლები არ იყო ბევრი, არც ფოტოგრაფიის, არც არაფრის და რაღაცა ჩვენ მოგვიწია ამის დაძლევა და გაკეთება. და შენ აი ამ ყოველფრის გარდა ინსპირაცია საიდან იღებ? რომ აი იყო შემოქმედებითად მიუდგე, განსხვავებული იყო, სამყაროს შეხედო თუნდაც განსხვავებულად. აი მე ესე მგონია რომ ყველაზე დიდი ინსპირაციას მაძლევს ჩემი მოგზაურობები და ახალ ადამიანებთან შეხვედრა. ანუ ჩემთვის ეს არის როგორც ინსპირაციის წყარო, ასევე ცოტა არ იყოს და გაქცევის არამთლად რა, გადარჩენის ხერხი არა, იმიტომ რომ რეალურად როცა ძალიან ბევრს მუშაობ, როცა ძალიან ბევრს ფიქრობ, როცა რაღაცა საყოფიერი პრობლემები გაწუხებს, მოგზაურობა არის გამოსავალი ამ ყველაფრისგან, აი ცოტა ხანს განიტვირთო კიდეც, მაგრამ თან ის არის, რომ აი მოგზაურობიდან რო ბრუნდები ხოლმე ამ დასვენებული არასდროს არ ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის მოგზაურობა არის ის, რომ იმ სოფელშიც წავედი, ამ ქალაქშიც წავედი, იმასაც ველაპარაკე, ამასაც ველაპარაკე და უფრო აი ადგილობრივი კულტურის გაცნობას მიაქვს მთელი ჩემი მოგზაურობა რა, ანუ და მე როგორც ვიცი სოლო ხარ, მარტო დადიხარ, ხო? კი, მარტო დავდივარ. და რამდენად აი ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეშინია, რომ აი იქნებ მარტო რაღაც და როგორ არის ეს ამბავი? სხვათა შორის ვლოგერობა რო დავიწყე, ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ მარტო რო ვიყავი და ძალიან ბევრი ემოცია რომ მქონდა, რო ვერავის ვერ უზიარებდი, დავიწყე გაზიარება აუდიტორიისთვის. და მე უცებ აღმოვაჩინე, რომ თურმე ესე მარტივად რო ავდექი და წავედი და ვიმოგზაურე, ეს არ ყოფილა სიამოვნებაში მარტივი რა, იმიტომ რომ ვიღაც გოგოები წერდნენ ხოლმე, ბიჭებიც მათ შორის მარტო გოგოები არა, მაგრამ ნუ წერდნენ ხოლმე ადამიანები, რომ ეს როგორ შეძელი და ყოჩახ და რაღაცა, მაგრამ სინამდვილეში ჩემთვის ესე შესაქმები არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ ანუ მეგონა რომ ეს ყველასთვის მარტივი იყო რა მე თუ წავედი ყველა წავიდოდ რა მაგრამ თურმე არ აღმოჩნდა ეგრე ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ცოტა სხვა კუთხით შემეხედა ყველაფრისთვის და მაგალითად მე თქვა გოგოებისთვის განსაკუთრებით იმიტომ რომ რაც უნდა იყოს გოგოებს ყოველთვის უფრო მეტი საფრთხის წარმოქმნა შეუძლიათ გზადეხა ვიყოთ რეალურები ხო ანუ ამ გოგოებისთვისაც დავიწყე იმის თქმა რომ არაფერი საშიში არ არის რა მაგარი ხარ და მიდი რა უბრალოდ ერთხელ გარისკე ერთხელ წადი მარტო და მიხვდები რომ იმას მაინც მიხვდები მოგწონს თუ არა მარტო წახვალსად რა ანუ საშიში არაფერი არ არის
მარია მე მგონია მე ესე ვარ და ალბათ შენც ესე ხარ რომ ეს მოგზაურობა არ არის მხოლოდ რაღაცების დათვალიერება ეს არის შენი თავის შეცნობა და ამაზე დიდი საინტერესოობა რომ აი შენი განათლება ეს მიღებული მთელია ეს გამოცდილება შიშების დამარცხება შიშების დამარცხება სიახლის მიღება მე ამის შენთან როგორ მუშაობს ხო მაგარია ეს მე დანერგვა თბილისში ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ რაღაცების რაც ნეპალში ისწავლე რა უცნაურია ძალიან უცნაურია ხო და როგორ იმაშება ხო რაღაცა საერთოდ არც გიფიქრია უცბად აღმოჩნდება რომ ძალიან შენია კი და რაღაცა ეძებ ამას იმიტომ რომ ჩვენ მე ფოტოგრაფი ვარ და ვიღებ ჩემთვის ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებ თუ არ გადავიღე რაღაცნაირი ის და მე მგონი შევეჩიო ძალიან და საერთოდ არაფერი აღარ მახსოვს და შენ რო დადიხარ აი დავუშვათ ადამიანებთან გა კომუნიკაცია აი რა გაინტერესებს მათგან ადამიანებთან აი დავუშვათ მიხოდი საცოფლოში დადიხარ და ვიეტნამში და აი რა ხდება მოგვიყვება რაღაცა ანუ მე არ ვიცი რატომ აქვს ეგ ალბათ არ ვიცი რამდენად კარგია ეგ შეკრება მაგრამ არა ძალიან მინდა ხოლმე რომ მათი ცხოვრების ნაწილი გავხდე რაღაც მომენტში და ის რომ თქვათ მქონია ეგეთ შემთხვევა რომ აი კამბოჯაში მაგალითად ეზოში მიმეპატიჟეს უბრალოდ მიდიოდი ქუჩაში რა და ეზოში მიმეპატიჟეს ასაკოვანი ქალები იყვნენ და წიცელი რაღაც მოკეთ თავისებური რაღაც ტანსაცმელი ეცვათ და ესე გამახსენდა ძალიან იმერული ეზოები რა ეზოები რო შეხედან და ბავშვები თამაშობენ რა ეგრე და ანუ არაფერი არ გვილაპარაკე იმიტომ რომ აბსოლუტურად ენა არ გვესმოდა ერთმანეთის მაგრამ ესე ვიჭექი ჩემთვის და რაღაც მაგათ მოწოდებულ რაღაცას ნეკებს ჭამდი რა და თვითონაც რაღაცა ხან მე ესე მიღიმოდნენ ხან ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ არაფერი არ მომხდა რა საერთოდ ხო ესე ერთი შეხედვით საინტერესო მაგრამ რამხელა ემოცია იყო ის რომ ისხდნენ ეს ქალები ეზოში და მეც იქ ვიჭექი და მეც იმ მომენტის ნაწილი ვიყავი რა ანუ ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი ანუ არ მაინტერესებს ეხლა ამ წუთას ის ქალი რაც მეტყოდა რა იმიტომ რომ არ იყო ეს მნიშვნელოვანი თენცი რა არის კიდე ცოტა გადავეჩვეთ მე მგონი უანგარო ურთიერთობას ხო გენატრება რა ძალიან რაღაცნაირად уბრალოდ გინდა რომ გასცე და უბრალოდ გინდა რომ მიიღო ხო ბოდიში ეხა გამახსენდა ტაქსისტებს ხო უყვართ ხოლმე ლაპარაკი რა და წინაზე სოფლიოში და წინაზე შემხვდა ერთი ტაქსისტი უბრალოდ აი რაღაცა ხვდები რომ ვეღარ ითმენს რომ უნდა მელაპარაკოს და მეთქი ოკეი კაი მელაპარაკი და მან ვლაპარაკავდით რომ აი როგორ გაუცხოვდა და გაიშვიათ და სითბო ადამიანებში უცხო ადამიანებში რა ანუ მეგობრებზე არ გვაქვს საუბარი ეხლა მე მაგალითად კიდე ერთხელ ვიტყვი რომ იმერელი ვარ ხო და ჩემი იდენტობაც ეგრე განისაზღვრება რომ მე ვარ იმერელი ჯერ და მე სხვა დანარჩენი არ ვიცი რატომ აქ ეგ შეგრძნება მაგრამ იმერლები რო ცნობენ ერთმანეთს და ეგ ვაიბი სულ არსებობს ჩემში რა და ძალიან გამიჭირდა მაგალითად სუთავიდან აი სტუდენტი რო გავხდი რომ მეზობელი არ გადმოდიოდა ჩემს корпуსში. აი უცნაურია, მაგრამ აი ეს ურთიერთობები რაღაცა დამაკლდა. ოღონდ რა თქმა უნდა, იმას კი არ გულისხმობ, რომ იქ რა кай ხალხია და აქ არა. უბრალოდ აქ უკვე აღარ ვიცნობდი არავის რა და აი ეს შეგრძნება იქ არ მიმყვება ხოლმე ნეპალში რა, იმიტომ რომ იქ ძალიან ვიღებ ყველაფერს, რასაც მომაძლევენ და მეც იმდენ რამეს გავცემ ხოლმე, რომ ეს უცხოობა ქრება ეკრევე რა, თუნდაც იმ ქალებთან ხო კამბოჯაში. ანუ აღარ ქონდა ეგ უცხოობის შეგრძნება რა და თუ მაგას ჩაუღმავდები და ჩაუკირკიტებ, რომ ეხლა ამ ადამიანს არ ვიცნობ და მაგიტო არ მსტუმრობს, მგონია რომ მე ვეღარ შეძლებ რა ვიღაცებთან საერთო ენის გამონახვას, იმიტომ რომ სინამდვილეში ეგ ორმხრივია და ის რომ რაღაცა გაიშვიათ და ახლო კავშირები იმაზე დამაფიქრა ამ ფაქტმა, რომ ეგ სინამდვილეში ორმხრივი გაიშვიათება ხო არ არის. რომ აი მე რო ჩამოვედი აქ მაგალითად და რომ აკლდა ის მეზობლის სითბოები თუ რაც ქვია რა ეს უშუალო გადაძახილად მოძახილი ხო? ანუ ამის მე ხო არ შემეძლო მიმეკაკუნებინა ჩემს მეზობელთან და მე თქვა რომ ყველაზე ხო არ შემეძლო. ხო, აი რა. იცი რა მაინტერესებს? აი ეს შენი იმერული მოგზაურობები საერთაშორისო დონეზე. მე რედბერიში იყენებ შენ კომპანიაში. მოგზაურობ სხვათა შორის კი, იმიტომ რომ მე ვარ ამ წუთას ვარ სოციომედია კრეატიული თემის ხელმძღვანელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემს ყოველდღიურ შრომაში მჭირდება ძალიან ბევრი ფიქრი, ინსაიტების მოძებნა, მე ამაზე იდეების აგება, ასე შემდეგ. და ამ ინსაიტებს ყველგან პოვლობს სამყაროში და რაც უფრო მეტი რამე გინახავს ჩემი აზრით და რაც უფრო მეტი რამე გამოგეცდია, უფრო მარტივია ადამიანების შესწავლა, ინსაიტების პოვნა და მე შენ საქმეში გადგება რა. ამიტომ
უეჭველად მოგზაურობა, აი ყველაფერში მადგება სამყაროში მართლა. აუ რამე გაქვს ხოლმე თან? როცა მოგზაურო? გეტყვი. აქამდე მიმქონდა ხოლმე ჩვეულებრივი ნივთები ხო რაღაცა რაც უფრო ცოტა წავიღებ, ვით უკეთესი ჩემთვის, იმიტომ რომ ზურგჩანთით დავდივარ და ესე 6 თვე შეიძლება ერთი ზურგჩანთით ვიარო, მაგრამ ბოლოს ჩემმა სიძემ, მათემ ჩამომიტანა ამერიკიდან პატარა ესეთი ამხელა თუჯინა რა, მოკლედ და უცებ აღმოჩნდა რომ მაიას ტომს ესე ჭერა თურმე, რომ ამ თოჯინას ბალიშის ქვეშ თუ დაიდებ და სევდიანი თუ ხარ, ეს თოჯინა წაიღებს რა. ამას და მე ვფიქრობ რომ ანუ სულ რომ მართალი არ იყოს რა მნიშვნელობა აქვს ნივთები ხო ეგრე იძენენ სინამდვილეში მნიშვნელობას თუ შენ ამოგზაურე გიჟივით მართლა იმიტომ რომ როგორც კი ოდნავ რაღაცა წამიღებს ფიქრი ეგრევე წკობ და მორჩა რა მაგის თუ გჯერა იმუშავებს თუ არ ჯერა არ იმუშავებს ისე ეხლა ძალიან ეს ტრადიციები ეს აღმოჩენები მარტო გარეთ სამყაროსი კი არა შენი აღმოჩენები ამ გარეთ სამყაროსთან მაგრამ აი ეს ყველაფერი რომ ესე ვთქვათ შევაჯამოთ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორია მარიამის დანახული თანამედროვე ქალი? თანამედროვე ქალი არის ღმერთო ძალიან მშვენიერია ყველანაირად აბსოლუტურად ყველანაირად და ძალიან მაგარია და ძალიან ძლიერია და დედა ჩემი არის მაინც აი ვერ მივდივარ სხვაგან რა აი ხო იცი მაგალითად სახელები რო გესმის ასოციაციურად ხო ვიღაცები გახსენდება მაგალითად თინა რო გესმის მე მაგალითად სულ ბებია ჩემი თინა მახსენდება ხო აი რაღაცა ელენე თუ მესმის ჩემი კლასი ეს უესე ანუ ასოციაცია აი ძლიერ ქალზე თუ მეკითხები ჩემთვის უცებარი დედა ჩემი და მე უცებ ამაზე ფიქრს ვიწყებ რა იმიტომ რომ ეგრე არის მართლა მაგის მჯერა ამიტომ ძლიერი ქალი არის უმშვენიერესი ქალი თანამედროვე სამყაროში და ხო დედა ჩემის სახე აქვს და კიდევ ბევრი სხვა თვისება აქვს შემკული რომელიც თქვაც ამ დედა ჩემს ვერ აქვს ამწუთას იმიტომ რომ მას თავისი ცხოვრება ჰქონდა და ან მე ვერ მაქვს ამწუთას იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრება მქონდა მაგრამ მექნება ნელ-ნელა და დედა ჩემსაც ექნება ნელ-ნელა რა ცოტა ეგრე წარმომიდგენი აი თანამედროვე ძლიერი ქალი ანუ ოჯახში ქალები ერთმანეთს აძლიერებთ რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახი ეგ იყო ძალიან ბევრი ქალი ვიყავით ოჯახში რა და ეგ ძალიან კაი რამეა იმერულ საჭმელს აკეთებ ჩემი და უკეთესად აკეთებს ხო რა თქმა უნდა კარგია რომ თქვენ მაინც იმერულად რა ის სახში უნდა მიხვიდე და მაგრამ მეც ვცდილობ ხოლმე რაღაცა ძალიან კარგი რომ მეც დედა იმერელი მყავდა და შესაბამისად ეს იმერული ვაიბები ძალიან კარგად ვიყენებ ზღოდან იმერულ ქარიზმას ხო კი ეგ worldwide გადასარევად ვიყენებ მარიამ აი 10 წლის წინ შენ თავს რას ეთყოდი დღეიდან გადმოსახედიდან ღმერთო, ჩემ თავს ვეტყოდი, რომ რომ ახსენდება 10 წლის წინ ჩემი თავი. ჩემ თავს ვეტყოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება რა, მართლა, აი რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს ეს ფრაზა, სანამ მოძრაობა შეგიძლია, სანამ სიარული შეგიძლია და შეგიძლია რომ იმ მომავლის იმედი გქონდეს, აი ყველაფერი ძალიან კარგად იქნება რა, ანუ თავარია იცოდე რომ რასაც მოინდომებ მაგას გააკეთებ. მორჩა ანუ მაგის იქით არაფერი არ არსებობს რა თუ გჯერა დამთავრდა იმ ანუ ეგ წვენა იმდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში რომ ეგ რო არ დაკარგა 10 წლის მერეც მაგას ვეტყოდი რა და ხო გაუხარდებოდა ძალიან ჩემი აზრით არ დამიჯერებდა ოღონდ არ დამიჯერებდა მაგრამ გულის სიღრმეში мотиваციას მისცემდა რომ გაიგრძელებინა რასაც შვება რა ცოტა ისე შოდიანი იყო მაგრამ არა შას 10 წლის მერე ცოტა ამოისუნთქებს მე რატო არ მისცემს ამ კითხვას არავინ მე გეკითხები არა მე ესე ვიყავ ძლიერი ქალის შენ რა ქვია სამოსში გამოწყობილი და ძალიან საინტერესო რაღაცებსაც ვიღებდი ჩემი მთავარი ცხოვრების მთელი არსი არის რომ მთავარი ვიღო გადავიღო რაღაცათ ესეთი თემა მაქვს ხა ამოვჭრეთ მაგრამ რაღაცა ესეთი მომენტია რომ ძალიან მეშინე მეხსიერების დაკარგვის. მეც ჩემი შიშია გენეტიკურად. ძალიან და შიში მაგ ძალიან ამ იმისი და მე ისე მივენდე კამერას. ხო. რომ მე მგონი ისეც უკვე არაფერი აღარ მახსოვს. აი ცები რაღაცა ტელეფონი. და ამიტომ ძალიან ბევრს ვიღებ, მოგზაურობ, ვინარჩუნებ, დღიურსაც წერ ყველაფერს რადგან ვუფრთხილდები იმ წუთს იმ წამებს, რასაც როგორც ვართ. აი დაწყებული აქციები იქნება ეს თუ ტიბეტში მოგზაურობა ჩემთვის ეს ყველაფერი არის ღირებული, იმიტომ რომ ეს ქმნის იმათ ვინც ვართ და გვაძლიერებს როგორებიც ვართ და ეს გვეხმარება რომ ვიყოთ ასევე განსხვავებულებიც რა. იმიტომ რომ ეს მოძრაობა არის მართლა ყველაზე
რაც გვამოძრავებს, იმიტომ რომ თუ არის მოძრავე, თუ არის შეცვალე და თუ არ გაქვს მაგის იმედი, აბა მაშინ კი ეგრეა მართლა. მარიამ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან მადლობა და ძალიან იმედად იმეგობრებთ. კი, აუცილებლად. იმეგობრებთ ჩვენ ალგორითმებს შევეკიდრებით, რომლებიც ვერ გადაყვეთა ერთმანეთთან. დიდი მადლობა UNDP-ს რომ მოახერხა ესა. მართლა. კი. აბა ეხლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე და ფოტოები გადავიღოთ. გადავიღოთ.